მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა აწყო შობილი წასულისგან. მე ვარ მისი წამყვანი ედიშერ ბენედაც. მოგესალმებით დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში პატარა ქვეყნები ძალიან მძიმე გამოცდას განიცდიან. გადიან უფრო სწორად. საქმე ეხება უპირველესად ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემას. იმ გლობალურ სამყაროში, რომელი გლობალური სამყაროც დატვირთული არის ძალიან მძიმე პროცესებით და მიმდინარეობს გადანაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება, ურთულესი ადგილი და როლი ენიჭება საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პროცესებისადმი და მის სწორ პოზიციას რამდენად შეძლებს ის თავისი ქვეყნის თავისუფლების დამოუკიდებლობის და რაც მთავარია სუვერენიტეტის შენარჩუნებას. იმ სუვერენიტეტის შენარჩუნებას რომელსაც გვინდა თუ არა ძალიან ძლიერი ძალები ემტერებიან. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვინმეს რაიმე ბოროტი ზრახვები აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ან პატარა ქვეყნების მიმართ. არა, ეს ასე არ ხდება. ბოროტის ზრახვები შეიძლება ბჭყალებში ვთქვათ, აქვს გეოპოლიტიკას. და ამ გეოპოლიტიკის გამო ესათვის ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომელმაც შეიძლება საბედისწერო როლი ითამაშოს მის შემდგომ განვითარებაში. იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების პროცესი და მხედველობაში ამ შემთხვევისათვის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მაქვს ჩვენი პატარა საქართველო, აუცილებელია რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ სწორად, ადეკვატურად უპასუხობს იმ უდიდეს გამოწვევებს, რომელი უდიდესი გამოწვევებით დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მოცემულ კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში. სწორედ ამ მიზნით თუ რას ფიქრობს ჩვენი მომავალი თაობა, ის თაობა, რომელსაც უნდა გადაეცეს და ზოგ შემთხვევისათვის უკვე გადაცემული აქვს ესტაფეტა, მოვიწვიეთ ორი გამორჩეული ახალგაზრდა. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი კესო სახიაშვილი, ჩემგან ხელმარცხნივზის და ჩემგან ხელმარჯვნივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ბექა სახვაცი. ისინი ისაუბრებენ იმ პრობლემების შესახებ, რომელი პრობლემებიც განსაკუთრებით დღევანდელ ჩვენს ახალგაზრდა თაობას აწუხებს და გვესაუბრებიან მათ ხედვებზე, თუ როგორ ესახებათ მათ ამ პრობლემების დაძლევის გზები. უპირველეს ყოვლისა, ბატონი ბექა ალბათ დამთავრდება, საქართველოში სულმუდამ ხალი დაფასებული იყო და პირველი სიტყვა უნდა მივცეთ ქალბატონ კესოს. მით უმეტეს, რომ ჩვენი გადაცემებს ლაიტმოტივად გაზდებს და უფრო სწორად მიმართულია ჩვენი გადაცემები დიდი ილიას უკუდავის სიტყვებისათვის, როგორიც არის მამული ენას აწმოება და ილიას კუთხიდან არის, კუთხის წარმომადგენელი არის ჩვენი ძვირფასი ქალბატონი კესო. ქალბატონი კესო, ასეთი შეკითხვა მაქვს. როდესაც ხედავთ და ბავშვობიდანვე, რა თქმა უნდა, გესმით ეს მაგიური ფრაზა, მამული ენას აწმოება. რა დატვირთვა აქვს თქვენთვის მას? როგორ ფიქრობთ? რა არის ეს? არა მარტო თქვენთვის, უპირველეს ყოვლისა თქვენთვის და შემდეგ
საქართველოსთვის და ქართველი კაცისათვის. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისათვის, ჩემი მოწვევისათვის და ამ არაჩვეულებრივი გადაცემის დაფუძნებისათვის, იმიტომ რომ ნამდვილად გვჭირდება ესეთი გადაცემები და არა მხოლოდ თქვენი, კიდევ მრავალი ჩვენი ყოველდღიურობის შემოღვიძებისათვის, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება უკვდავ და უმნიშვნელოვანეს ფრაზას მამულიანა და სარწმუნოება, ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ბავშვობიდან ვცდილობდი გამეაზრებინა და ჩავწვდომოდი ამ სამი სიტყვის შინაარს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ყოველჯერზე თქმისას თავიდან მომდის აზრი თუ რას ნიშნავს. ეს არ არის ის ფრაზა, რომელსაც ერთხელ გაიაზრებ და მერე ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება გააზრებული გაქვს და მორჩა ამოხსენი ეს ბერმუდის სამკუთხედი, ასე რომ ვთქვათ. ჩემი აზრით ამის გასაღები, ასე რომ ვთქვათ, არის ისევ განათლება, ცოდნა და სწავლა. იმიტომ რომ მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც სჭირდება ცოდნით და განათლებით დაცვა და განვითარება ასევე. იმიტომ რომ მხოლოდ ის რაც წინაპრებმა შემოგვირჩინეს და სისხლით დაიცვეს, ჩვენ ახლა ტვინით უნდა დავიცვათ. ახლა სხვა ერაა, სხვა სიტუაცია და სხვა მდგომარეობა. ეს არის ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. უნდა ვისწავლოთ, უნდა ვიშრომოთ, არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, რომ დავიცვათ ჩვენი ენაც, ჩვენი მამულიც და ჩვენი სარწმუნოებაც. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება და აბსოლუტურად გეთანხმებით. ესე იგი, ფაქტობრივად დღევანდელ სიტუაციაში მე მგონი ბატონი ბექა გამეთანხმება, იმის რომ მოდერნიზებულია, ხო? მოდერნიზება განიცა და იმ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა ქვეყანამ დღევანდელ დღემდე მოაღწია. აი თქვენთვის აი ამ სამი რომ იტყვიან ღერძიდან, რომელზეც დაყრდნობილია ჩვენი საქართველო. აი, როგორ ფიქრობ, სარწმუნოებას რა როლი და ადგილი გააჩნია უპირველეს ყოვლისა თქვენში და შემდეგ იმ სივრცეში, რომელსაც პატარა საქართველო წარმოადგენს. პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. მათ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და იმედი მაქვს, რომ საინტერესო გადაცემა გამოვა. რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ კითხვას, სარწმუნოებას უდიდესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია არაბობა გავიხსენოთ. არაბობის დროს საქართველომ თითქმის დაკარგა თავი და ქრისტიანობა იყო ის, რაც სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. დღევანდელი ისტორიკოსების თქმებით, რო ვთქვათ, ბრძოლა ქრისტიანობისთვის ნიშნავდა ბრძოლა ქართველობისთვის. ანუ ქრისტიანობა საქართველოს ის არ არის მხოლოდ რელიგია, ეს არის ეროვნული იდენტობის ნიშანი, რითაც ქართველმა კაცმა უნდა იცხოვროს. კი ბატონო, ერთი სიტყვით თქვენ როდესაც ამ პრობლემებზე ჩვენ ვიჯეროთ, უპირველეს ყოვლისა ქალბატონო კესომ აღნიშნა ერთი ძალიან საინტერესო რამ, რომელზეც მინდა ჩვენი საუბარი წარიმართოს. ახლა თქვენ ორივე თქვენთაგანი ბრძანდებით სტუდენტები, ერთი ბრძანდებით დამამთავრებელი კურსის, მეორე შუაზე ხარ რა? როგორც ნაკაკი იტყო და შუაკაცი ვარ, უბრალოდ ხანმიწისავა, ხარცისავა. ესე იგი ძალიან კარგი ხართ თავენი და როგორ ფიქრობთ ახლა აი განათლების საკითხებში როგორ აი თქვენი ხედვები, თქვენ რომ იყოთ დაუშვათ ახლა შემწვენია ის ჯარისკაცი რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს, ხო? თქვენ რომ იყოთ ახლა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი განათლების მინისტრი, ვთქვათ. თუ არის დაწინაურება და დაწინაურდით ჩემო ბატონო და განათლების მინისტრი. აი რა მიგაჩნია თქვენი თვალთახედვიდან მიღწეული რომელიც გვაქვს ჩვენ განათლების სისტემაში და რას ფიქრობთ რომ არის შესაძლებელი და უფრო მეტი ოპტიმალური გზები მისი განვითარებისათვის საჭირო. კი ბატონო, ამ საკითხზე არ დაგემალავთ, ძალიან ბევრი მოქვს აქამდეც ნაფიქრი. იმიტომ რომ ჩემთვის განათლების სისტემა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა. არასდროს არ იყო ჩემთვის სკოლა, უბრალოდ ადგილი, სადაც უნდა მესწავლა გაკვეთილი, მოსულიყავი და ჩამებარებინა. სკოლა და უნივერსიტეტიც არის ის ადგილი, სადაც ჩვენ განათლებას ვიღებთ, ცოდნას ვიღებთ, პიროვნებად ყალიბდებით, ჩვენი სოციუმია და ჩვენი განვითარების წყაროა. ერთ-ერთი უდიდესი, ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი. რაც შეეხება ყველაზე მეტად რაც მომწონს და ვაფასებ, შეიძლება ბევრი სტუდენტი არ დამეთანხმოს ამ სიტუაციაში, მაგრამ საქართველოში შემორჩენილი გვაქვს განათლების სისტემა, მათ შორის უნივერსიტეტებშიც და სკოლებშიც ჩაბარების პრინციპით.
ანუ გაკვეთილზე სკოლაში გაკვეთილს ვყვებით. უნივერსიტეტში სემინარს ვაბარებთ. ეს მოყოლის ტრადიცია რაც შემორჩენილია, ასე რომ ვთქვათ, ქართველებს ამას ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ კომუნიკაციის განვითარებაში ძალიან გვეხმარება. ძალიან კარგი. და ძალიან კარგია, ძალიან კარგი. როგორც არის უკაცრავად თურმე იმ საბჭოთა სკოლაში იყო ერთ-ერთი წამყვანი და არ ყოფილა ყველაფერი ცუდი იქა, ხო? ნუ ამ სიტუაციაში ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ძალიან გვეხმარება ბევრი შიშები დავძლიოთ ნაცნობ გარემოში. საიდანაც ვიწყებთ ჯერ სკოლის ჩვენ 10-15 ან 20 კლასელთან. გამოვიდეთ, გამოვიყოთ ბრბოს, ასე რომ ვთქვათ, დავდგეთ მათ წინაშე და გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მე ეს იზრდება უკვე უნივერსიტეტებში, სადაც აუდიტორიაში ვსხვადობთ 100, 150, 200. და გვიწევს შეიძლება ყველა სემინარზე ვერც გავიდეთ, რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ გვიწევს თუნდაც თვეში ერთხელ გავიდეთ ამ მასის წინაშე დავდგეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ძალიან ეხმარება ეს სტუდენტებს, პატარაობიდანვე ახალგაზრდებს, პატარაობიდანვე შეეჩვიონ მასის წინაშე დგომას და საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას. მე როდესაც ევროპაში ვიყავი სასწავლად წასული და ლექტორმა გთხოვა 5-წუთიანი პრეზენტაცია, ნებისმიერ თემაზე მოგომზადებინა რაც კი გვინდოდა. ჩემმა ჯგუფელების უმრავლესობამ აირჩია, რომ ეს ქულა რაც ამ პრეზენტაციისთვის იყო გათვლილი, საერთოდ დაეკარგათ და იმ ბარიერს ვერ გადააბიჯეს, იმ შიშში ვერ დაძლიეს. ფსიქოლოგიური შიში. აუდიტორიის წინაშე დამდგარიყვნენ და 5 წუთი ესაუბრათ. როცა ჩვენ რამდენიმე ქართველი ვიყავით ერთად ამ ჯგუფში მოხვედრილები და ყველაზე მაღალი ქულა ვიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდანვე მიჩვეულები ვიყავით აუდიტორიის წინაშე დგომას და ჩვენი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას. რაც შეეხება პრობლემას, რომელსაც ჩემი აზრით ჭირდება აღმოფხვრა. ეს არის პრაქტიკული ნაწილის ნაკლებობა. როდესაც დავამთავრებთ უნივერსიტეტს, უნდა შეგვეძლოს ჩვენი პროფესიის პროფესიონალები ვიყოთ, არა მხოლოდ თეორეტიკოსები. მე ამას არ ვამბობ, რომ ეს რომელიმე ერთ-ერთი კერძო ან სკოლის ან უნივერსიტეტის პრობლემაა. ვერც ერთ კერძო, ან კერძოთ რომელიმე სკოლას ან უნივერსიტეტს ხელს ვერ დავადებ. ეს არის საერთოდ განათლების სისტემის რეფორმირება. ჭირდება ჩემი აზრით. მესმის კაცო, მე მოგვერიდება ჩემო ბატონო, რას ვლაპარაკობთ ახლა. რა თქმა უნდა, თქვენი აზრი და თქვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ამ მომავალ საქართველოში, კაცო, თორემ ახლა ჩვენ ჩემს თაობას მაგალითად მაქსიმალური 10-15 წელი იმის შემდეგ და მანამდეც თქვენ უნდა წარმართოთ ეს პროცესები და არც ერთ შემთხვევისათვის არ უნდა მოგვერიდოს. კარგს კარგი უნდა დავარქვათ. ცუდს ცუდი უნდა დავარქვათ და ოღონდ უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემების ამ საკითხების საკითხების გამოსწორების გზებზე. მე ვერ ვინც არ აგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერა და ადროს ლაპარაკობდა დიდი დავით გურამიშვილი. ამ გადასახადიდან სრული თავისუფლება გაქვთ, როგორადაც გნებავთ თქვენი შეხედულებები, ისაუბრეთ და მე დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც თქვენ მოგეცემათ ამის გადაწყვეტის შეიძლება ბევრი გადაწყვეტს, მაგრამ ბევრს გადაწყვეტის საშუალებანი თქვენ და თქვენ მომავალ ჩვენ თაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ თაობაზე გადაივლის ბევრი რამე. და მათ შორის ჩემი აზრით ერთ-ერთი ზუსტად ეს არის, რომ გვჭირდება მეტი პრაქტიკა ნებისმიერ პროფესიაში. ჩვენ როდესაც სკოლას ან უნივერსიტეტს ვამთავრებთ, უნდა ვიყოთ ჩვენი საქმის პროფესიონალები, ამის სრული გაგებით. უნდა შეგვეძლოს დამოუკიდებლად ჩვენს პროფესიაში მუშაობა. სამწუხაროა ეს, რომ მე რაც კი მინახავს პროფესიები საქართველოს მასშტაბით, ბაკალავრის თუ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ყველაფერი ვიცით, ოღონდ თეორიულად. პრაქტიკაში არ განგვეხორციელებია ბევრი რამე. ეს საერთოდ საქართველოს განათლების სისტემის სენი. პატარა ხარვეზია, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. თქვენ ასე ვთქვათ. პირველ რიგში, როდესაც განათლებაზე საუბრობთ, ყველა უნდა გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს განათლებული ადამიანი, ჯერ მარტო საკუთარი თავისთვის და შემდეგ სახელმწიფოსთვის. რამდენად დიდი უპირატესობა სახელმწიფოსთვის ბევრი განათლებული ადამიანის ყოლა. რაც შეეხება განათლების სისტემას, მეტწილად ვიტყვი მე სკოლაზე, რადგან უნივერსიტეტში უკვე ადამიანს ჩამოყალიბებულია საკუთარი აზრი, სრულწლოვანია და მეტწილად იცის რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ცხოვრება. მოსწავლე კი ცარიელი ფურცელია, რომელსაც მიმართულება უნდა მისცე. მოსწავლესაც შეეხება, როგორც ჩვენმა კოლეგამ აღნიშნა, პრაქტიკული უნარების ნაკლებობა. სკოლაში მეტწილად არის თეორიული მასალა და ფაქტები. და არ ვამბობ, რომ ესე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა იყოს ესე, მაგრამ ამას დამატებით პრაქტიკული უნარებიც უნდა შეიძინოს მოსწავლემ. რაც გულისხმობს, მაგალითად, ფინანსური გაკვეთილების
ფინანსური გაკვეთილების გავლას, ეს ერთ-ერთი უმთავრესი არის მომავალ ცხოვრებაში. აგრეთვე სკოლა უნდა იყოს მორგებული მოსწავლეზე და არა პირიქით. მოსწავლე არ უნდა იყოს მორგებული სკოლაზე. ასევე შემიძლია მოვიყვანო სინგაპურის მაგალითი. სინგაპური ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა განათლების თვალსაზრისით და სხვადასხვა ფაქტსაც ვიტყვი. 105 IQ, 100-დან 106-მდე IQ აქვს იქაურ ბავშვებს. და რატომ? იქაურ განათლების სისტემას რო შევხედოთ, მათი ქვეყანა ეროვნული ბიუჯეტის 20%-ს ხარჯავს განათლების სისტემაში ჯერ მარტო და წარმოიდგინეთ რა ხელთ თანხა 20% მხოლოდ განათლებაში. იქ მშობელმა რო ბავშვი არ მიიყვანა სკოლაში, სისხლის სამართლის დანაშაული არის, გამკაცრებულია სწავლება და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა ასევე რომ მასწავლებლებზეც დიდი როლი არის ძალიან. მე ხშირად გქონია ესეთ შემთხვევა რომ მასწავლებლებს დღეს мотиваცია დაკარგული ქონოდათ. და ჩვენ უნდა აღვდგინოთ ეს мотиваცია და თუ განათლების სისტემაც წინ წავა, რა თქმა უნდა, მათი ხელფასებიც უნდა გაიზარდოს, მუდმივი ტრენინგები უნდა გქონდეს. აი, ფინეთი, სინგაპური, ესენი არიან ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნები განათლების საკითხებში და მათთან მასწავლებლად გახდომ არის ურთულესი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია არის. ძალიან საინტერესოა და საუკეთესო გამოცდილებები, რა თქმა უნდა, ჩვენთან გათვალისწინებული უნდა იყოს და ერთი რამ მინდა გითხრათ ახლა პატარა ქვეყანაზე მე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უმცროსო მეგობრებო, ყურადღება გამახვილებული შემთხვევით არ აქვს. რატო ახლა იცით? ეს არის აპრობირებული ფორმა განათლებას. მაგალითად თქვენ სანამ შემოხვიდოდით სტუდიაში ვისაუბრეთ, ბევრ ქვეყანაში ხართ ნაყოფი და განსაკუთრებით მომეწონავთ ჩეხეთის განათლების სისტემა. ძალიან და მათი პედაგოგების დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, მოსწავლეებისადმი და ასე შემდეგ. ეს შემთხვევები არა არის. რატომ იცით? ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჩეხეთს ყავდა ძალიან ჩეხეთში იყო ძალიან განათლებული კაცი პრეზიდენტი მასარიკი, რომელმაც პატარა ქვეყნისათვის ამოირჩია უმთავრად ის, რომელიც ქვაკუთხედად გაძდებდა მთელი ჩეხეთის შემდგომ განვითარებას. რა იყო განათლება? პატარა ქვეყნისათვის რითი უნდა გადავირჩინოთ? მასარიკი ლაპარაკობდა თავს. ჩვენ უნდა გადავიჩინოთ უპირველეს ყოვლისა თავი იმ სამყაროში, რომელშიც მას ცხოვრება მოუწია და განსაკუთრებით ეს არის 20-30-იანი წლები მთელს ევროპას მოდებული აქვს ფაშიზმის და დიქტატურის კომუნიზმის შავი ჭირი რომ იტყვიან და ამ შემთხვევისათვის აკეთებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას განათლება და კიდევ განათლება. ამის მეშვეობით ახლა ბევრმა არ იცის, რატო შეიჭრა მაგალითად ჰიტლერი მასში ჩეხოსლოვაკიაში, მაშინ პერიოდში. 38 წელს მერე რომანჩუკას დასავლეთის დემოკრატიებმა მიიღო სამართლებრივი გარიგება და ასე შემდეგ. ჩვენი საკითხის თემა არ არის, თავარი თემა არ არის, მაგრამ თავარი რა იყო? ჩეხებს ყავდათ საუკეთესო ინჟინერები. დღესაც ასეა ჩემო ბატონო. ხო და ამიტომ ჰიტლერი რო წარმოვიდგინეს რომ უჭმუო არ ყოფილა, იმიტომ რომ 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლიდა და მსოფლიო ომი წამოიწყო და გერმანია ახლა და ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რაც სიმართლეა თქვა, ახლა ტყუილები და პროპაგანდით ამ სტუდიაში მე არასდროს არ ყოფილიო და ვერც ვიქნები. ამიტომ ატო გააკეთა ჩეხეთის ინჟინრები ჭირდებოდა მას საკუთარ სამრეწველობაში. ამიტომ გააკეთებდა რა თქმა უნდა დაყრობაც უნდა ტერიტორიები, მთავარი მიზანი ეს იყო. ეხლა ერთ-ერთი ეს ყოველ შემთხვევაში ჩვენმა საზოგადოებამ მოსწავლე ახალგაზრდობამ რომ იცოდეს რომ რა თქმა უნდა მომავალი თაობა ძანდებით თქვენ. ეხლა ერთ-ერთი მთავარი საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ჩვენთან ეხლა თქვენ სტუდენტები ძანდებით ძალიან კარგი სტუდენტები შესაბამისი მოსწრებით, მაგრამ ყველგან და ყველას უნდა რომ საზღვარგარეთ მიიღოს განათლება. ძალიან კარგი მიუსამლები, მაგალითად მიუსამლები. ჯერ კიდევ ჩვენი უგვირგვინო მეფე, საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია ამბობდა, რომ 1.50 ევროპეულად განათლებული კაცი რომ იყოსო სტუდენტიო და შემდეგ ჩამოვიდესო საქართველოში ევროპეულად განათლდეს ევროპაში და ჩამოვიდეს საქართველოში და შეუდგეს ქვეყნის შენებას ოღონდ ეროვნულ ნიადაგზე დაყრდნობით. რას მეტყოდით? როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ? ვიცით რომ თქვენ ძანდებოდით შესაბამისი გაცვლითი პროგრამებით ძალიან
დატვირთული ჩამობრძანდით ზოწოდნითა და განათლებით ისე საერთო შტაბ-ეტილებებით და ნებავთ ისე მიიღოთ კიდე უფრო გააღრმავოთ თქვენი განათლება ევროპაში. როგორ ფიქრობთ? უნდა დაბრუნდებით თუ არა საქართველოში. არ მინდა ეხლა ბანალური რომ მითხრა რაზია ბატონ ვედიშენ ლაპარაკი აუცილებლად. აი მინდა თქვათ რა მოგეწონა იქ, რა მოგეწონა აქ და რის შეჯერებას აპირებთ, როდესაც დაბრუნდებით საქართველოში და საქართველოს გამოადგებით, თორე ეხლა იმათ ისეთი ხალხი ყავთ, თავად ძალიან მშვენივრად მოვლიან საკუთარ თავს. თავარია ჩვენსაც როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ჯერ დავიწყებ იმით, რომ 2023 წელს წავედი 6 თვით სასწავლად ესპანეთში, ვისწავლე ხაენის უნივერსიტეტში, ასევე ჩემი მიმართულებით, ფინანსური მიმართულებით და აუცილებელი აღნიშნო, უკაცრავად აუცილებელი აღნიშნო, რომ მე სკოლა მაქვს დამთავრებული ოქროს მედალზე და უნივერსიტეტშიც ჯერჯერობით უმაღლესი ქულებით მივდივარ. ახლა ამ სევერში ვამთავრებ უნივერსიტეტს. ანუ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც მე მოვიზარმაცე, რაღაც არ ვისწავლე, ან საქართველოს განათლების სისტემას მაქსიმუმი არ ამოვწურე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მეტი ფიზიკურად მეტი აღარ შემეძლო მართლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი პირველი სასწავლებლად წასვლა იყო ესპანეთში. მიუხედავად ამისა, როგორც კი ჩავედი ხაენის უნივერსიტეტში, მივხვდი, რომ ჩემი დონე ცოდნის არ შეესაბამებოდა ესპანელების და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტების დონეს. Ну, რა თქმა უნდა, ჩემს შესაბამის ჯგუფთან როგორც კი დავჭექი. ჯგუფში ვიყავით 87 და ვიყავით ძირთად საერთაშორისო სტუდენტებისგან შეკრებილი, სწავლება იყო რა თქმა უნდა ინგლისურად. მომიწია ვერ აგიხსნით რამდენი ღამის გათენება ბიბლიოთეკაში, რომ მე ჩემი ცოდნა დამეწია ჯგუფელებისათვის. იმდენად წინ იყვნენ ისინი განათლების სისტემით და საერთო ცოდნით. მე როდესაც მათ დავუახლოვდი მკითხე, ანუ ჩემი ცოდნის დონე რაც მქონდა, ანუ მათემატიკოსებისთვის ახლა ბევრად მარტივია. შენ რისი ამოხსნა შეგიძლია და განათლების რა დონეზე ხარ, კითხო. ისტორიკოსებისთვის დარწმუნებული ვარ, ბევრად რთულია გაიგო ადამიანი რა ცოდნის დონეზე, იმიტომ რომ ისტორია ძალიან კომპლექსურია და მათემატიკა სწორხაზოვანია ესე თუ ისე მეტნაკლებად. განსაკუთრებით, როდესაც ვიწრო სფერო ფინანსებზეა საუბარი. და როცა გამოვკითხე ჩემი უნივერსიტეტის ცოდნის დონე, მათთვის იყო მე-7 კლასის მასალა. მე მომიწია თვეები, რომ დავწეოდი ჩემს ჯგუფელებს, სამაგიეროდ სემესტრის ბოლოს თამამად შემიძლია ხმამაღლა ვაღიარო, რომ საუკეთესო ხუთეულში ვიყავი ჩემი ქულებით, რაც სემესტრის ბოლოს გამოცხადდა. შეუძლებელი არაფერი არ არის. იმას ვფიქრობ, რომ არ უნდა მოვიზარმაცოთ არც ქართველებმა საერთო ჯამში. თავარია მონდომება ნამდვილად. ჩემს ლექტორებს ნიჭი ქართულს აქვს. კი. ძალიან დიდი ნიჭის მქონეები ვართ ქართველები და ძალიან დიდი მონდომებით შეგვიძლია ბევრს ვაჭობოთ. ბევრი აშენებული ქვეყნის შვილს, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება უკვე, როდესაც ეხლა ხანს ჩამოვედი ჩეხეთიდან, მე სულ რამდენიმე თვეა. იქ უკვე თითქმის იგივე დონე იყო სწავლების, მაგრამ მე რახამც უკვე ესპანეთში მქონდა გავლილი 6 თვე, აღარ გამჭირებია ნამდვილად არაფერი. და იქ მოვახერხე, რომ ჩემს ძირითად ჯგუფში ეკონომიკის საუკეთესო შედეგი დამაფიქსირებინა. მთლიან ჯგუფში აქ ვიყავით 76 სტუდენტი, სულ საერთაშორისო სტუდენტები, არც ერთი არ იყო სხვადასხვა ჩეხი. მგონი ერთი ყავდა ოღონდ მარტო. დანარჩენი სულ საერთაშორისო სტუდენტები იყვნენ. მთელ ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა ავიღე. და ჩემო ლექტორმა გამოაცხადა კიდეც აუდიტორიაში, ალბათ ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში ეს. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის და სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ. მეტი დატვირთვა, მეტი მონდომება. იმიტომ რომ ნამდვილად შეგვიძლია, ფაქტია. დანარჩენი ქართველები ვინც იყვნენ ჩემთან ერთად ჩამოსვლების სასწავლად, მათაც ვთქვეს, რომ ამ მონდომებით რო ვსწავლობდეთ საქართველოშიც, უკეთესი შედეგი გვექნება და საერთო ჯამში ქართველების მასას. ცოტაც ჩავერთვები და ვიტყვი ასეთ რაიმეს, რომ ნამდვილად ნიჭიერი ხალხი ვართ, თქმა უნდა ამას, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაიმეს ვიტყვი რა. ეხლა თქვენ ესპანეთზე ბრძანეთ და მე მყავს მეზობელი, რომელიც გაუსაზის 90-იან წლებში წავიდა ესპანეთში. ქონდა ტექნიკუმი დამთავრებული. აი სამშენებლო ტექნიკუმი. აი მაშინ იწყებოდა ესპანეთში მშენებლობების ბუმი. კი. და თქვენ წარმოიდგინეთო ისეთი სიტუაცია, ისეთი განათლება ქონდათ ახლა ვლაპარაკობ იმ საბჭოთა განათლებაზე, რომელიც საბჭოთა არ ყოფილა. არამედ იყო პრუსიული გერმანული.
პრუსიული გერმანული განათლება, რომელიც ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და დღესაც ესეა გერმანული განათლებაზე მე ვფიქრობ, ვერავინ ვერ იტყვის რომ ცუდი განათლებაა და რაიმე ხარბეზი როგორ გააჩნია, მაგრამ სხვებთან შედარებით. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მეუბნება რომ ჩავედიო იქ და დიდი ხნის განმავლობაში 10-15 წელია ჩამოსულა. ნახას ვერ კითხულობდნენ, გამიგეთ ნახას, სამშენებლოს ნახას ვერ კითხულობდნენ იმ პერიოდისათვისო. და მე როდესაც ეხლა ტექნიკუმ დამთავრებული, ვაგებდიო შენობებსო, ფაქტობრივად ძალიან მშვენივრად ცხოვრობს, ყველაფერი დამბალურად, სხვათა შორის ამის სანაცვლოდ ბინაც მიცეს, სახლი ფაქტობრივად შეუძლია წავიდეს თორშები მალაგაში და ასე შემდეგ, ერთი წუთით რატო ვლაპარაკობ ახლა? რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ ეს არის ჩვენი ნიჭიერების ერთ-ერთი გამოვლინება, ხო? და და თქვენ რასაც ლაპარაკობთ ახლა, რომ ეს შეესაბამებოდა მე-7 კლასის, ეს შემთხვევითობა არ არის, რატომ იცით? 92 წლის შემდეგ ფაქტობრივად დაინგრა ჩვენთან ის სისტემა, რომელზეც აგებული იყო და ახლის ჩამოყალიბება სამწუხაროდ უნდა ვთქვა და მე ვლაპარაკობ მყარი ახლის ჩამოყალიბება დღემდე ვერ შევძელიდა. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ საკითხის გარშემო? ახლა ვიცი ძალიან კარგად სწავლობთ ჩემო ბატონო, უთავენი კარგები ხართ და თქვენაც ხართ უცხოეთში, მე ვფიქრობ, ხო? მე ნამყოფი ვარ უბრალოდ, დიახ. და როგორ ფიქრობთ ახლა, მით უმეტეს გერმანიაზე გქონდა ჩვენ საუბარი, რადგან საუბრობთ ამასთან და გერმანული იურისპრუდენციაში გერმანელები ერთ-ერთი საოცრად მოწინავე ერი არის. როგორ ფიქრობთ ახლა? თავარი კითხვას მაინც უნდა გაპასუხებინოთ. და აქ პირობა უნდა დაგადებინოთ სტუდიაში, რომ როდესაც მიიღებთ იმ განათლებას, სადაც არ უნდა იყოს ნებავთ, ავსტრალიაში იყოს ეს განათლება, ნებავთ, ჩინეთში იყოს, ნებავთ, იაპონიაში იყოს, სადაც არ უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, ქართველი უნდა დაუბრუნდეს თუ არა? მე ვხედავთ იმ ძიმე პირობებში მოგიწევთ მოღვაწეობა საქართველოს, როგორ ფიქრობთ? დიახ. მე ვიყავი გერმანიაში, უბრალოდ მე სწავლით არ ყოფილ ვარ. რაც შეეხება გერმანიას, იქ რომ ვიყავი, სრულიად გაუგნებული დარჩი თუ რამდენად გვისწრებს ინფრასტრუქტურაში, იურისპრუდენციაში და საერთოდ ყველაფერში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ გერმანიაში დავამთავრებთ, იქ უნდა დავრჩეთ. ნებისმიერ შენებაშია და არ აშენებული თბობაშიო. ილიას რო თავის დროზე, ილიამ როგორც ვიცით განათლება მიიღო უცხოეთში. ილიას რო თავის დროზე ეგრე ეფიქრა და იქ დარჩენილიყო, ეხა ეროვნული იდენტობაც არ გვექნებოდა და საერთოდ არაფერი. ამიტომაც ცოდნის გაზიარება არაზოსაა ზედმეტი ან ცუდი, ამიტომაც უნდა მივიღოთ იქ განათლება, თუკი ჩვენზე უკეთესები არიან, გამოვიყენოთ, მაგრამ გამოვიყენოთ ჩვენ ქვეყანაში და არა იქ. აბსოლუტურად გეთანხმები და მინდა გავაგრძელო თქვენი საუბარი იქიდან, რომ ილია ჭავჭავაძე ახლა არავის ნაკლები არ იყო, როდესაც იურიდიული ფაკულტეტი არც დაუმთავრებია პეტერბურგის უნივერსიტეტში და წამოვიდა სამშობლოში და ბოლო დაიწყო დუშეთში მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობა. აი ეს არის მისი გენიალობა იმაში და სამშობლოსათვის სულის შეძლამდე სამშობლოს სიყვარული, რომ ამ გენიოსმა კაცმა ეს აკეთა. აი ეს უნდა იყოს ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის მაგალითი და როგორც თვითონ წერდა უკარჩეს კვალი განათლებული. ეხლა განათლება კარგია, მაგრამ და როგორ გითხრათ, იცით, როგორც თავად ილია ლაპარაკობდა და წერდა და მოძღვრავდა ჩვენს ახალგაზრდობას და საერთოდ მთელს ქვეყანას, ყველაფერი შეიძლება მოპარო. კაც ერთადერთ რაიმეს ვერ მოპარავ, რომელსაც ქვია განათლება და განათლებაო სანთელს გავსო. ერთი სანთლითო, როდესაც მრავალი სანთლის ანთება შეიძლებაო. აი როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ? თქვენი უფლება რო იყოს და კიდევ მაინც და მაინც ხო ხედავთ ორივე მემეტებით იცოდეთ განათლების მინისტრებად მომავალში, ხო და ან განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებად პარლამენტში და ასე შემდეგ. აი უცხოეთიდან რას განერგავდი, რას განმოიტანდი ჩემო კესო აქეთ. აი შენ თვითონ რას ნახე, რაც ნახე იქა.
აი იმ საგნები, ნებავთ საგნები, უფრო მეტად თქვენ სპეციალობაში ხართ ჩახედული, რა თქმა უნდა, აი რას გადმოიტანდით, რას შეცვლიდით აქა და აი კონკრეტიზმამდე რომ დავიდეთ, აი ამ ხრივ მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმენთ. კი ბატონო. ჯერ წინა კითხვას გავცემ მაშინ. კი ბატონო, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით და შემდეგ ამ კითხვას დავუბრუნდები. მე როცა ესპანეთში ვსწავლობდი, როზა მარია ფერნანდესი იყო ჩემი პროფესორი, ისე ფინანსისტის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და მან პირადად მთხოვა, რომ მე საერთაშორისო ურთიერთობებშიც მუშაობ და გთხოვო. ოღონდ ჩვენს უნივერსიტეტში და შესასწავლათო. და გრანტზე მე თვითონ შეგატანინებ განაცხადს, იმიტომ რომ სწავლება იმ უნივერსიტეტში, სადაც მე ვიყავი, რამდენიმე 1000 евро ღირდა სემესტრი. ისიც ფიზიკურად დაფარო მე რა თქმა უნდა გამიჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არ დავჩიმე ესპანეთში, რაც შემეძლო ცოდნა განათლება წამოვიღე და ჩამოვედი. სწორედ იგივე ისტორია გადამხდა ჩეხეთშიც. როდესაც ჩემი ლექტორი, ბატონი დენისი მთხოვდა, რომ ოღონდ შენ დარჩიო ჩეხეთშიო, ჩეხეთში ოღონდ უფასო იყო განათლება. და მე შევიტანო განაცხადსო, რომ საერთო საცხოვრებლის გადასახადიც კი აღარ გადაგახდებინონო. დედაჩემს რო უთხარიეს, დედაჩემმა მითხრა, რომ ანუ საერთოდ აღარ მინდაო მასე ვარაფერი, იმიტომ რომ დედის ერთა ვარ და დედაჩემისთვის ძალიან რთულია ხოლმე ესეთ სიტუაციაში ხარ რომ უთხრა, რომ მე სადღაც ვრჩევი, ნამდვილად ძალიან გაუჭირდება უშემოდ დარჩენილი სიცხლის გატარება. და არა მხოლოდ დედის. საქართველოც ხო და ჩვენი ქვეყანაც ხო დედაჩვენია. მას უნდა ვუპატრონოთ ისევე როგორც საკუთარ მშობელს. ასე რომ არ იყოს ჩემო ძვირფასო, კესო და ჩემო ძვირფასო ბექა, ყოველ შემთხვევისათვის ასეთი აზროვნება რომ არ ყოფილიყო თქვენ რომელიც ხართ, ეს ქვეყანა დღევანდელ ვერ მოატოვებთ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის კაცები მაგალითად ყავდა ჩვენ ამასთანავ თქვენთან ახალგაზრდებთან მქონდა საუბარი, გენიალური მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე. ვიზზე ნაკლები იყო ახლა ნიკო ნიკოლაძე. კაცი პირველმა, რომელმაც დაიცვა მსოფლიოში დისერტაცია განიარაღების საკითხებში. ჩვენთან არის არა წარმოჩენა ეს ფართო ახალგაზრდობის ფართო ფენებმა უნდა იცოდეთ. ახლა რაღაცას დაწეს, რაღაცას დაჩხაპნის, ხო და რაღაცა გონია ის საკუთარი. და ეგონოს არა ცუდია მას ყველაფერი, მაგრამ როდესაც ასეთი კორიფეები ყავს, ეს იმას როგორც იყო ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, აგაგიწერეთელი, ესარიან ღოღობერიძე და ბევრი შეიძლება ჩამოითვალე, რატო ჩამოთვალე მე ეს? იმიტომ ჩამოთვალე, რომ ამათი უმთავრესი სალოცავი იყო საქართველო და ფიქრობდნენ, როგორ შეიძლებოდა საქართველოში ამ უახლესი ტექნოლოგიების, უახლესი მიღწევების დანერგვა. მე ახლა სამტრედიანი ვარ და მინდა გითხრათ, რომ პირველი ველოსიპედი სამტრედიაში შემოიტანა ნიკო ნიკოლაძე. მშვენიერი. თქვენ თუ ხართ რომელიმე თქვენთაგანი ნაყოფი, თუ არ ხართ აუცილებლად წადით და ჩადით ნახეთ სოფელ დიდ ჯიხაიში მისი სახლ-მუზეუმი. და ნახავთ როგორ ევროპეულად მოწყობილი, შემთხვევით არ ხმარობთ სიტყვას ევროპეულად, ასე იხმარებოდა მაშინ. ევროპეულად მოხდა მოწყობილი მისი კარმიდამო. ეს იყო კაცი, რომელმაც ევროპული წყალსადენის სისტემა შემოიტანა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეს იყო კაცი, რომელმაც ღობე ჩამოიტანა, ღობე, ეკლის ღობე. დღევანდელ დღემდეა იმერეთში და გურიაში ეს გავრცელებული. აი ეს არის, რასაც ის საუკეთესოს ნახავ, ის საუკეთესო უნდა მოიტანო აქ. უნდა მოარგო შენს საკუთარს. ეხლა თუ იცით, გამიგრძელდება სიტყვა, მაგრამ უნდა უთხრა მაყურებელსაც და თქვენაც. ამ კაცმა შემოიტანა საოცარი სიტყვები. აი, ლიანდაგი თუ იცით საიდანაა სიტყვა. ლიანდაგი, ვინ შემოიტანა? ლიანდაგის სიტყვა შემოიტანა ნიკო ნიკოლაძემ და როგორ ეხლა იცით? ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი დიდი თაოსანი იმისა, რომ საქართველოში ყოფილიყო რკინიგზა და რკინიგზის გაყვანა საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ვერ მას უნდა და რკინიგზისათვის ამ ორი რელსი რომ არის, მისათვის შესაბამისი სიტყვა მოეძებნა. ფიქრობს და ერთ დღეს ხედავს დედამისი კერავს. და უთხრა, დედა გასაკეთებოდა, ნახეთ, ესეც უნდა ეძებოთ.
იმიტომ ქართულის დაკარგვა არ შეიძლება რა ვშვებიო და ვალიან დაგება. ესე იგი ორივე მხრიდან რაო ვალი აქედან შემოვიდა უმშვენიერესი სიტყვა. მე რატომ მოვიტანე ჩემოწიფასო მეგობრებო ეს ამ სინამდვილეში თქვენთან რატომ? იმიტომ რომ აი ამას სიყვარული უნდა მივუდგეთ. აქ უნდა იყოს ის, რომელსაც გული ქვია, რომელ გულშიც უნდა იყოს ეს ქართული ჩადებული. თუ ეს ქართული როდესაც იქნება ჩადებული, შემდეგ ის აუცილებლად ქართულ საქმეს განაგეთებინა. ეხლა ასეთი საკითხიზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ჩემო ძვირფასო მეგობრებო. როგორ ფიქრობთ, რა როლი და ადგილია თქვენი განასახედიდან აქვს საქართველოს სოფლიოს თანამეგობრობაში? რა ისტორია გვაქვს ამ ხრივ? როგორ უნდა განვითარდეთ? აი, როგორ წარმოგიდგენია მომავლის საქართველო? როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიულ ახალგაზრდას, სტუდენტს და საქართველოს მომავალ ღირსეულ მოქალაქეს. მომავალს კი არა, ახლა ხარ ღირსეული მოქალაქე. საქართველოს უდიდესი ისტორია აქვს. აი ძალიან დიდი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე თამამად შემიძლია თქვა, რომ სოფლიოს ქვეყნებში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ისტორიის და დიახ, გამორჩეული ისტორიის ჯერ როგორ გავძელით და ამდენ ხანს და როგორ მოვახციეთ სახელმწიფოებრივ როგორ შევინარჩუნეთ. ეხლაც მიკვირს ძველი ისტორიას რო უყურებ ხოლმე. არათუ ახლა კიდე გვაქვს სახელმწიფოებრიობა, გვაქვს თავისუფალი ბაზარი, ინტერნეტი, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ უფრო და უფრო განვითარდეთ. ეს ყველაფერი იწყება ხალხიდან. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, ჯერ გაეცნოს საკუთარ ისტორიას, როგორ ისტორიის პატრონები არიან, მათი წინაპრები ვინ იყვნენ და შემდგომ ამაზე დაყრდნობით უნდა განვითარდეთ. მაგრამ განვითარდეთ სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. ეხლა ნიკოლი ბალაძე ვახსენებ, ჩემო გესო. და დავამატებ სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, რომ არ უნდა დავკარგოთ ეს. ღმერთთან უკნას. ღმერთთან უკნას და უპირველეს ყოვლისა, ერმა უნდა შეძლოს საკუთარი ენის, კულტურის, მამულის შენარჩუნება, ანუ თავისი ისტორია. ისევილია. ერის გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც ის ივიწყებს საკუთარ ისტორიას. როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა. როგორ უნდა წავიდეს ჩვენი განვითარება ამ ხრივ ისტორიულ რაკურსსა და თანადროულობას შორის? ისტორიის დავიწყება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ რომ ზუსტად გავიმეორებ ამ გადაცემისა თაურს, აც მყოშობილი წარსულისა არის მშობელი მერმისა. არანაირად არ შეიძლება ჩვენთვის ისტორიის დავიწყება, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი ასევე კიდე ერთი ძალიან არაჩვეულებრივი გამონათქვამი, ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი. ისტორია არის უკვე ჩვენი განვლილი წინაპრების იგივე პრობლემები ჰქონდათ მათაც, ძირითადად რო გადავხედოთ ისტორიას. უბრალოდ მოდერნიზებულია თანადროულობასთან შებარდება. სწორედ მათ შეცდომებზე სწავლით, ჩვენ შეგვიძლია შექმნათ უკეთესი მომავალი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენთვის ისტორიის დავიწყება და დაკარგვა და უარყოფა. სხვა შემთხვევაში მომავალს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ მომავალიც დაივიწყებს ჩვენს შრომას, მაშინ რიღასთვის შრომობთ. და ამავე დროს შემოძვირფასებო, ამ წუთში რა არ მომწონს ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით. ყველა წარსულზე არ შეიძლება განსაკუთრებით მაქვს მე ახლა მხედველობაში კომუნისტური პერიოდი. ისი ჩვენი ისტორია. ჩვენი ისტორია, თქვენი ბებიები იყო იმ დროს. თქვენი დედები, მამები, ჩემო ბატონო, თუ ახლა კომუნიზმის მშენებლები არ იყვნენ, ხო? ჭალებში ვლაპარაკობ, იყვნენ იმ პერიოდში დაბადებულები, აღზრდილები და რა თქმა უნდა, სამშობლოს უბადლო პატრიოტები. მაგრამ შეიძლება როგორ მოგწონთ ყველაფერს რომ ნაგავს აყრიან. როგორ ფიქრობ? მისაღებია რა. რა თქმა უნდა არ არის მისაღები. თუნდაც რომ ნაგავი იყოს ბჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას, მის დავიწყება მაინც არ შეიძლება და ამაზე დაყრდნობით უნდა ისწავლოთ. აი წინა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაღაცას დავამატებ მე რომ შეიძლება წარსულთან დაკავშირებით წარსული დაივიწყო, მაგრამ დაივიწყო მისი რაღაც ნაწილი. ეხლა ჩვენ თუ გადავხედავთ ძველ ქართულ კანონებს, იქ ისეთი რაღაცები წერია, რომ პრაქტიკაში დღევანდელობაში არ შეიძლება მისი გამოყენება. დაუშვებელია ყოვლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავივიწყოთ. შეიძლება იქ ისტორია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ თავარი იდეა არ უნდა დავივიწყოთ, თორე შეიძლება
კონკრეტულად ისტორიის ან წარსულის რაღაც ნაწილი მოდერნიზებაში არ გამოვიდეს და დღევანდელობასთან არ შეეფარდოს. მაგრამ მისი იდეა არ იკარგება არასდროს. ძალიან სწორი მოსაზრება და მეტი მინდა გითხრათ აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენი პროფესიიდან გამომდინარე საუბრობთ ახლა მომავალი იურისტით იქნებით ნახეთ როგორ კარგად აქვს ეს ქართული კაცნათქვამი ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შევს ხესა ნედლადო ახლა იქ ის ორდალების სისტემაც იყოს ქართულ სამართალში მაგრამ მე აქ უნდა აიღო ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი რომელიც ახლა რუსთაველს აქვს რომ ეს სამართალი აუცილებლობაა ვინცაც ვერ შექმნი სახელმწიფოს თუ უპირველეს ყოვლისა ადამიანს მასში სამართლის განცდა არ აქვს იმიტომ რომ სამართალი ადამიანის მოგონილია სხვა ხოლმეს არავის ერთი სიტყვით შემოძვით პასუხი მეგობრებო ეს არის რომელიც საკითხებზე ჩვენ ვიჯელობთ პრობლემური საკითხები და ჩვენი გადაცემა ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება და მინდა აი რა გაწუხებთ თანამედროვე ახალგაზრდებს ყველაზე მეტად რა არის პრობლემური საკითხები აი ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ირგვლივ საერთოდ სამყაროში და რაზე უნდა იყოს დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებებიდან და მთელი მსოფლიოს ხელისუფლებების ყურადღება ახალგაზრდობის განვითარების სრულყოფის მხრივ რაზე უნდა იყოს მიმართული როგორ ფიქრობთ ჩემი აზრით ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა დანარჩენი პრობლემები ასე თუ ისე აღმოფხურის გზაზეა ასე რომ ვთქვა თუნდაც ეს დასაქმების პრობლემები არ ვამბობ რომ აღმოფხვრილია მაგრამ ვხედავ ფესვებს რომ ნელ-ნელა ამაზე მუშაობა მიდის მაგრამ აუცილებელი არ დაგვავიწყდეს პროფესიის არჩევა რომელიც ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს ცხოვრებაში და სამწუხაროდ სკოლას ისე ვამთავრებთ რომ ჩვენი პროფესიაში რის არჩევასაც ვაპირებთ რამდენიმე თვეში ეროვნული გამოცდების რასაც მივუთითებთ ასე ვთქვათ და მე სადაც მოვხვდებით არ გვიმუშავია არ გამოგვიცდია ერთი დღეც კი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს სახელებს ოქარებს არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ დიდ დროს წაიღებს რომლებმაც ჩვენს განათლებაში ძალიან დიდი როლი შეიტანეს. მე მყავდნენ ბედნიერება ხვდა წილად, ყოველდღე ესეთი კარგი პედაგოგები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ერთი დღე გაგვეტარებინა დაახლოებით მე-10 კლასიდან მე-11, მე-12 კლასში, შესრულეთ მე-9 კლასიდანაც გაგვეტარებინა ყველა პროფესიის წარმომადგენელთან. რამაც ძალიან გამიმარტივა მე ჩემი პროფესიის არჩევა, ასე რომ ვთქვათ. ერთი დღე გაგვეტარებინა იურიდიულ სამსახურში, ერთი დღე გაგვეტარებინა სამედიცინო სამსახურში. მათ შორის დასწრებული ვარ არაერთ ოპერაციასაც, რა თქმა უნდა, შორიდან, იმიტომ რომ მაშინ ექიმობას ვფიქრობდი და მივხვდი რომ ექიმობა არ იყო. მე მაინც ფულმა წაჯარდა, ხო? ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ექიმობა ჩემი პროფესია არ იყო. არა და მაგ წუთამდე ვფიქრობდი რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. და ესეთი აქტივობები ბევრი რო გქონდეს სკოლის ასაკიდანვე, რომ დაიგეგმოს და სახელმწიფო დონეზე ჩაეშვას, ჩემი აზრით უფრო ბევრი სწორად არჩეული პროფესია გვექნება. ბატონო მიხაილ როგორ ფიქრობ? 100%-იანი ვეთანხმები, რაც თქვა, აი არც დავამატებ მაგასთან დაკავშირებით რაიმე სიტყვას, განათლების სისტემაში არის რაღაც ცვლილებები საჭირო, ასევე პრაქტიკული სამუშაოებით შემოსაღებია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არ უნდა დავკარგოთ საზოგადოებრივი თვითშეგნება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, აი თავდაპირველად რო ვთქვით მაგიური ფრაზა, მამული ენა სარწმუნოება, თუ კი ადამიანი ამ სამი სიტყვით იცხოვრებს, გაანალიზებს და შეისწავლის, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაც განვითარდება თანდათან. განათლებული ადამიანი უთმოთ ანვითარებს ქვეყანას. 1000 ბიზნეს ანვითარებს, ეკონომიკას, იურისპრუდენციას, სახელმწიფოებრიობას და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი ახლა ყველაფერს. ერთი სიტყვით ძალიან აღფრთოვანებული ვარ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობთ. მე ყოველგვარი პათეტიკური სიტყვების გარეშე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ამ სისტემაში ვარ მე აგერ უკვე 51 წელი დაიწყო. და ბედნიერები ვარ იმით, რომ არსებობთ თქვენისთანა უამრავი ათასობით ახალგაზრდა არსებობს, რომლებიც ფიქრობენ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. რომელიც ჭობენ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს მომავალი. რომლებიც კამათობენ. უნდა ვიკამათოთ, კიდევ უნდა ვიკამათოთ, ვინაიდან კამათში, როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, კამათში იბადება ჭეშმარიტება და ეს ასწია.
ამიტომ რომ სანამ ჩვენ ვკამათობთ, როგორც ცნობილი გამონათქვამია, როდესაც რუსთავ მარჯანიშვილის თეატრი მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისიდან თეატრი თბილისში გადმოვიდა, მაშინ იყო ასეთი ცნობილი ფრაზა, პირველი სპექტაკლი დადგეს, ყოფილა ჩვენ ცოცხლობთ, ხო? ხო და შესაძლოა ჩვენ ვკამათობთ, ვაზროვნებთ ზოგჯერ კაცრადაც ერთმანეთის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა ეთიკის ფარგლებში ყოფილა ჩვენ ცოცხლებთ. ამიტომ ძვირფასად არ მაყურებელს, სანამ ასეთი ახალგაზრდები არსებობს, როგორც ქალბატონი ტესოა და ბატონი ბექა და უამრავი სხვა ახალგაზრდა და ბევრი თქვენ ნახეთ ჩემს გადაცემებში, მანამ ამ ქვეყანას ვერავით არ მტერი ვერ წააქცევს. ვინაიდან ქართველ კაცს ყველაზე მეტი ბასრი იარაღი აქვს, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი ქართული ფილმიდან რომ ინტერპრეტაცია გაუკეთოთ კი არა პირდაპირ რო თქვა, სხვაგან რომ წაშალოთ, აქ ვერ წაშლი და ამ ბავშვების თავში ვერ წაშლი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.